ბავშვები 402 ოთახიდან. ბავშვები 402 ოთახიდან. აი სწორედ ასე მოხდა აბრაამ ლინკოლნი პატარა ხის ქოხიდან დიდებულ თეთრ სახლში და ემანსიპატორის სახელი მოიხვეჭა. სულ ეს არის. ოჩაღმი ისე მშვენიერი თემაა. მიხარია რომ მოგეწონათ მის გრივს. ძალიან მომეწონა თითქმის ისევე როგორც 3 წლის წინ შენი ძმისგან მოსმენილი იგივე თემა. ბავშვებო, მაცნობას რომ ნიკოლი ჩვენ სკოლაში აღარ ისწავლის, საინტერესო ასე მოულოდნელად რატო გადავიდა? ნიკოლის მამამ თავის მატრასების ქარხანა სპეციალურად გადაწვა დაზღვევის ფული რომ ჩაეგდო ხელში. როცა მისი ზრახვა ამხილეს, ოჯახი იძულებული გახდა გაქცეულიყო. ახლა ბარბადოსზე ცხოვრობენ, ნიკოლმა კი სახელი შეიცვალა და ახლა კარმალიტა ჰქვია. კარმალიტა? დაწნარდით ბავშვებო. მაშა ასე წინა ადგილი გათავისუფლდა. ვინ გადმოჯდება? მე ამომირჩიეთ რა, მე ამომირჩიეთ. მე უნდა დამსვან, მაშინ მე და პენი საუკეთესო მეგობრები გავხდებით. მის გრივს უკვე მთელი წელია ჩემს გვერდითაც არავინ ზის. აბა ვის უნდა პოლის გვერდით ჯდომა? ვწუხვარ ჯოი, მაგრამ არავის უნდა შენს გვერდით ჯდომა. მოდით ფრედი, ალბათ აქაც დაფას უკეთესად დაინახავ. ყურადღებით ბავშვებო, ახლა მათემატიკის ტესტებს დაგირიგებთ და რატომღაც გონიათ თქვენს ძვირფას დროს დავზოგავთ თუ პირდაპირ გამოგვიცხადებთ ქულებს. გმადლობ პოლი ჭკვიანური აზრისთვის, მაგრამ არა. მხოლოდ 96 ქულა? დარწმუნებული ვარ ჩავფლავდი. ფეხსაცმელები მიჭერდა, ფანქარიც არ მივარგო და დავცივდებოდი. 91 ქულა მივიღე. წარმოგიდგენია, მიუხედავად ის რომ ფეხსაცმელისა, გაცემისა და საშინელი ფანქრისა, მაინც 91 ქულა ვინმე გამილაწუნოს. მათემატიკის წიგნებზე თქვენი სახელების და გვარების დაწერა არ დაგავიწყდით. ოღონდ ამჯერად ნამდვილი სახელის და გვარის ვინცეთ? IP Knightley. ცუდი არ უნდა იყოს. ой, რატომღაც მასწავლებლების სახელმძღვანელოს მოცემა დავიწყებიათ? ой, ჩემთვის მოუწია, ყველა პასუხი აქ არის. ჯესი, რამე მოხდა? იცით რა მაქვს? ვაშლი. საუზმესთან ერთად ვაშლი ჩაუდიათ. ვაშლზე ვგიჟდები. პენის ბურთს არასოდეს ვესვრი, ისეთი კარგი გოგოა. ტონის ჭერია. ჰეი! არც იფიქრო ნენსი, მასწავლებლის სახელმძღვანელოს არ მოგცემ. ერთხელ მაინც მინდა პირველი ვიყო ცხოვრებაში. ხო, კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავი კოჭლიორიანიდან და მაკმაყოფილების ნიშანზე რომ გადახვალ არ დაეჭდნენ. შენ ხომ არ გარეკე. და მაკმაყოფილებელი რას მექვია? მე მხოლოდ პრიადოსნობაზე ვარ თანახმა. არც მეტი, არც ნაკლები. პენი, გაკვეთილების შემდეგ ჩემთან სტუმრად არ წამოხვა? ო, კარგი იქნებოდა, მაგრამ არ შემიძლია. თემა მაქვს დასაწერი პერუზე ტუნგსტენის მიწის შესახებ. ხო, მაგრამ ეს დავალება ხომ 3 კვირის მერე უნდა ჩავაბარო. ამიტომაც უნდა შევუდგე საქმეს. თან მეზობლის ძაღლიც უნდა გავასეირნო. მართლა? რამდენს გიხდის? იმდენივეს, რამდენსაც ნებისმიერი სხვა მეზობელი. ო, შენი მეზობელი არა ვარ. მოდი მეზობლის ძაღლს მე გავასეირნებ, შენ თემა დაწერე და მე ერთად ვითამაშოთ. კარგი? რა კეთილი ხარ ნენსი? შევთანხმდით ძაღლს რომ გაასეირნებ ჩემთან მოდი სახლში. რა ბედნიერება. სასახლეში ვარ მიპატიჟებული. მე და პენი საუკეთესო მეგობრები ვართ. და მამთხოვა თქვენი ძაღლი გამესეირნებინა. კეთილი? შენი სეირნობის დროა, კილერ. შეჩერდი, კილერ, შეჩერდი. არტურ,
თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ გეიცნობ როგორ არა. შენ ის არა ხარ სპორტ დარბაზში ყოველდღე რო გირტყავენ. ხო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიჭები ერთად თამაშობთ. შენზე გავიგე გაკვეთილებიდან თავის დაძვრენაში დახმარება უნდაო. რამდენსაც მთხოვ გადაგიხდი. ფოლი რასახსენებელია, შეურაცხყოფას რატომ აყენებ? აბა რა უნდა ვქნა? ბავშვის პამპერსი ჩამოვიცვა თავზე? არა, ეგ უკვე მომბეზრდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თხოვნას შემისრულებ. თხოვნას? თანახმა ვარ. ჰეი, ჯედი, სათხოარი შესრულების დრო დადგა. მასწავლებლის სახელმძღვანელო მაგარი რამეა. სასიამოვნო სიურპრიზია, ჯესი. საშინაო დავალებაში 100 ქულა მიიღე. 100? 100 მითხარით? 100? რომელიც 100%-ს ნიშნავს? გამარჯობა, მე ჯესის დედა ვარ. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ ჯესის გამოსაცვლელს წამოვიღებდი. ტესტის დღეებში ცოტა არ იყოს ნერვიულობს. ბენი. ო, ნენსი. წუხარ გუში რომ ვერ მოხვედი, ალბათ ძაღლთან თამაში გაერთე. ო, აბა რა, ნახე ადგილი შეგინახე. ო, დიდი მადლობა, ნენსი, ძალიან კეთილი ხარ, მაგრამ აქ მხოლოდ ერთი ადგილია, სხვებს ხომ არ ვაწყენინებთ? ო, არ ეწყინებათ. ისინი აი იქ დასხდებიან. მომილოცავ ჯესი, ისევ მაქსიმალური ქულები გაქვს. პატარა მათემატიკოსი გახდი. შენ ასეთ გამოსწორებას რას ნევუმადლოდეთ? ბევრს მეცადინეობ. ოჰო, დიახ, ადრე თავს არ ვიწუხებდი, ახლა კი ბევრს მუშაობ. სახლშიც კარგად მოვაწყვე კომფორტულად, სამეცადინო კუთხე, სასწავლო ცხრილი შევადგინე და კეთილი ბავშვებო, ახლა კი მათემატიკის ტესტის დრო დადგა. შემდეგი კვირის ტესტი თუ მზად გაქვს, შეგიძლიათ ისიც მომცეთ შესასრულებლად. ჩემი აზრით, თითო ჯერზე ერთი საკმარისია. აბა ბავშვებო, ფანქრები მოვიმარჯვოთ და დავიწყოთ. ჯესი თუ დაამთავრე, შეგიძლია საკლასო ბიბლიოთეკიდან წიგნი აიღო და ხმადაბლა წაიკითხო. კარგი აზრია. აი აინშტაინის შესახებ ერთი წიგნი ვიპოვე. ხვალამდე. შემდეგი კვირისთვის თოი დრაივი არ დაგავიწყდეთ. ვინსენტ, ჯოხზე წამოსმული რეზინა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სათამაშოს. რაღაც კარგს ელოდებიან ჩემგან. ჯესი, შეთვის კარგი ამბავი მაქვს, რა კი მათემატიკის გურუ გახდით, რო დადგა ნიშნების გამოსწორებაში სხვა მოსწავლეებსაც დაეხმარო. მე როგორ დავეხმარები? ჯერ მოსწავლედაც არ მიცნობენ. გამოსწორებული ჯესი უნდა დაეხმაროს იმ მოსწავლეებს, რომლებიც მათემატიკის ნიჭით არ გამოირჩევიან. არა, ამას ვერ შევძლებ. მართლა? როგორც ჩანს, სერიოზული მიზეზი გაქვს. და კი შენი ცოდნის ხვისთვის გადაცემა არ შეგიძლია. იცი ჯესი, შენი კეთილსინდისიერება ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე ყველა მოპოვებული ქულა ერთად. როგორ გგონია, რამე არ უნდა მიამბობ? ისაწყალი ბავშვები ჩემთან გამოუშვით. ფრედი, წასვლის დროა. დილამშვიდობისა ბავშვებო. არა. ეს პური ჩემს მაგიდაზე როგორ აღმოჩნდა? მის კრივს თქვენს პერანგზე ჭიანჭველა დადის. გმადლობ, ნენსი. არა, ფრის იქნებ ფრედის ადგილზე დამსვა წინ და მე უკეთ დავინახავ ჭიანჭველა რომ აგაცოცდებათ. გმადლობ მზრუნველობისთვის. ატანციონ ბავშვებო. ბევრ დაბნეულ სახეს ხედავ. ვისაც ჩემი ექსპერტიზა და დახმარება სჭირდება, რიგში ჩადექით ჩემგან მარცხნივ. მე ყველას და თითოეულს ცალ-ცალკე დაგეხმარებით.
კეთილი, ნუ იჩქარებთ. ნახე, მე შტიამოცანა, ვერაფერს მიუღდი. აბა, რა სიტყვებს ხმარო? ჯესი, ამოცანის ამახსნაში უნდა დამეხმარო. კარგი, ფრედი, გამრავლე, გაყავი, გამოაკელი და მიუმატე. არსებით სახელი შემოსმენელი და პასუხის მზად არის. რა? მე ერთად შემოყოლებებს შემაგროთ, მე ხوار გავაკეთებ. ესე იგი რამდენი ჰექტარი დარჩა ფერმერს დასამუშავებელი? 30. მართალი ხარ, ყოჩახ, გამოიცანი. გმადლობთ, პენი, ძალიან გამიოდვილი ამოცანის ამოხსნა. სულ ავირი, ადრე მეგონა ცოტა მაინც რა გამეგებოდა. ახლა ის სახელმწიფოს რაც ვიცოდი. იცი რას გეტყვი? ამ დროს გარეთ ბურთით თამაში ვატარებდი. მე მგონი გული მერევა. აბა, შემდეგი ვინ არის? შემთხვევით მეყვარვილის ბაღი ისე ხომ არ დააწერიელე? როგორ გეკადრებათ მის გრივს? არავითარ შემთხვევაში, უკვე ჭკუა ვისწავლე. ეს ყვავილები თქვენ თუ შეიძინოთ, თქვენმა ერთგულმა და მადლიერმა მოსწავლემ. ასეთ შემთხვევაში დიდი მადლობა არტურ, ძალიან კეთილი ხარ. გილოცავთ იუბილეს, სიყვარული ცელია. კეთილი ჯორდან, შენი რიგია და ასახელი ისეთი რამ, რასაც ინდიელები ვაჭრობისას ბარტერისთვის იყენებდნენ. ხელით ნაქსოვი პლედები. კარგი პასუხია. ნენსი, აბა მითხარი, რას ნიშნავს პიონერი? მისისიპი. რა თქვი? ობოდიში მის გრივს უკეთ უნდა გამეშიფრა. მისისიპი. შეკითხვა გაიგე? გარკვევით ვერა უკანასკამზე ცუდად მესმის. ცუდად მესმის. გასაგებია. პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. სალამი. არა, ეგ არ მიგულისხმია. ექიმის ოთახი? არა. ძლივს, დიდი ხანია უთხოვ ბავშვს ჩემსკენ არ გამოუვლია? სმენასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები მაქვს. სმენასთან დაკავშირებული პატარა პრობლემა? ძალიან კარგი. სწორედ ასეთი პრობლემა ჰქონდა ტიფანი სიგალს. ტიფანი სიგალის მოსაგონად. ო, ჩანასახშივე ჩავახშოთ. ვნახოთ ერთი მომავალწელს რა ყოჩაღად ივლი. არ მომიახლოვდეთ ჩემს ავადმყოფობის ისტორიას, თუ გადახედავთ, ნახავთ რომ აგრესიული ვარ. ბავშვებო, ალბათ გახსოვთ რომ ხვალ შეკრების დღეა. შეკრები. შეკრების. ბატონი ბესელი ცდილობს საინტერესო შეკრებები ჩაატაროს. მაშინ თქვენ რატომ არ მოდიხართ? ხელისაწევის გარეშე ნუ ილაპარაკეთ ვინსეთ. პარასკევს ჯილდოებს გადავცემ საუკეთესო შედეგებისთვის, თანაც წლევანდელი გამარჯვებული ორ ბილეთს მიიღებს მონსტერლენდში წასასვლელად. ვაუ, მონსტერლენდში. მონსტერლენდში სისხლის მწოველების დოღი ტარდება, იცი რა მაგარია, გოგოებში საგან გული გავსკდებათ. ჯილდოს მიიღებს ის, ვისაც საუკეთესო შედეგები აქვს მათემატიკაში. ახლა პენის და ჯესის თანაბარი ქულები აქვთ. დღევანდელ შედეგებსაც თუ დავუმატებთ, პენის 99 ქულა აქვთ, ხოლო ჯესის პენსი, ის სუფთა ყურებით სიარული არ ჯობია? არა მგონია. ცოტა არ იყოს დაჭედილი, არა? ჰეი, ასე მგონია სახანძრო მანქანის საყრელით ჩამყვირეს. მართლა, მე კი მეგონა სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა. მოდი ახლა შევამოწმოთ ჩემო კარგო რამდენად რთულადაა საქმე. როცა ყურში ხმა შეგესმება, ხელი მაღლასწიე. არაფერი მესმის. ვინმე უპასუხებს ტელეფონს? კეთილი ნენსი, ამ მონაწერის მიხედვით შენ მართლაც გაქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც იმას ნიშნავს, რომ მე წინ უნდა დავჯდე პენისთან, არა? არა, ეს ნიშნავს, რომ დამხმარე ყურთსმენი გჭირდება. ვერც კი მიხვდები ვინ ჩასვა გველი ზაზუნას გალიაში. რა თქვი? ამოაზრო ყურსასმენების გამო არაფერი მესმის. ო, ნენსი, ყურსასმენები არ უნდა მოიხსნა, ეს ხომ სამყაროსთან შენი დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ ვფიქრობ, წინ მაინც უნდა გადმოგსვა.
ვაშა. არა, მანდ არა ძვირფასო. ხო თქვი წინ უნდა გადმოგსვაო. სწორედაც რომ სულ წინ. აქ მცირეოდენ ვიბრაციასაც კი იგრძნობ. მცირეოდენ ვიბრაციასაც კი. მაგარია. ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან იმედ გაცრუებული ვარ საუკეთესო მოსწავლის ჯილდო რომ ვერ მივიღე. არ იღელო პენი, დამიჯერე მომოვაწილ შენ მიიღე მაგ ჯილდოს. შენ ვერ გაჯობებ, მე რაც შემეძლო ის გავაკეთე. ისრაელშიც კი არ წავედი სამოგზაურო დრო რომ არ გამეცთინა. უნდა წავიდე. ბოლო ტესტის წინ მოხუცებულთა სახლში დეიდა ბერტასთან სტუმრად წასვლაზეც უარი ვთქვი, სამეცადინო მქონდა. რას ამბობ? ხო, ის გარდაიცვალა. მაგრამ შენ ალბათ კიდევ უფრო მეტრამეზე თქვი უარ და ჯილდოც დაიმსახურე. გილოცავ, მომიტევე დეიდა. არ მეგონა ამდენი რამ თუ განიცადე, ეს ჯილდო რომ მოგეპოვებინა. ჩემი მხრიდან ერთადერთი სამართლიანი საქციელი იქნება თუ მონსტერლენდიდან გასაღების ჩამოსაკის ჩამოგიტან. ხომ არაფერი ეთქინე ძვირფასო? მე არა, მაგრამ ვინც დამეჯახა ის კი მიიღებს. ყურსასმენების გარეშეც კი გესმის ჩემი? არა, რას ამბობთ, უბრალოდ სტუჩების მოძრაობით აზრის ამოკითხვა შემიძლია, წუხელ ვისწავლე. ტელევიზორში სასწაულმოქმედს რომ ვუყურებდი. მიხარია რომ ნემსის მენასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა და ახლა ის თავის ადგილს დაიკავებს კლასში. აბა ერთი ნახოთ სად დავსვათ. ამ ადგილზე რა სიტყვი? რა კარგია, დღეიდან მეგობრები ვიქნებით. საკრობელებს გაცვლით ერთმანეთს საიდუმლოებებს გავუზიარებ. მე ვიცი, ვინც ჩასვა გველი ზაზუნას გალიაში. ახლა როცა ნენსი ახალ ადგილზე დავსვით, ალბათ სამართლიანი იქნება თუ სხვებსაც მივცემთ ასეთ შანსს. კარგია, დღეიდან ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. მოგწონთ ლიტვური ცეკვა. კეთილი ბიჭო და გოგონებო, დავსწრეთ და დამშვიდეთ, თორემ არ გეტყვით ვინ დაიმსახურა ჯილდო მართლ წერაში. ვის აინტერესებს რა? აბა როგორ იწერება? ჰალსტუხს ვიქჩუქნის. ლანჩის დრო არ დადგა? რა კარგად გამოიყურები, ჯესი. ჯილდოს მოლოდინში თავს ალბათ ამაყად გრძნა. რა თქმა უნდა. ალბათ გიამაყება, რომ ყველა დაამარცხე, ისეთებიც, ვინც უამრავი მსხვერპლი გაიღო წარმატების მისაღწევად, განსაკუთრებით პენი. იმედი მაქვს წირილს მალე შეწყვეტს. პენი ტირის? კი, მაგრამ ეშენი ბრალი არ არის. შესამართლიანად და დამსახურებულად გაიმარჯვე. დიახ, მაგრამ ჯილდო მათემატიკაში გადაეცემა ჯესი მაკკოის. ჯერ კიდევ გვიანი არ არის ჯესი. თუ კი რამე გაქვს საქმელი შეგიძლია მითხრა. მე მონსტერლენდში მივდივარ. გილოცავ. გილოცავ. გამარჯვებულს ულოცავთ. გილოცავ. გილოცავ ჯესი. ბილეთები მისტერ ბესერ? ახლავე. ჯესის ისტორია ალბათ ყველას გაინტერესებთ. ერთ დროს ის ჩამორჩენილი მოსწავლე იყო, ოროსანი. ზოგჯერ უქნარასაც უწოდებდნენ, მაგრამ მოინდომა და პირველი მოსწავლე გახდა. აბა ნახოთ, რას გვეტყვის და გაგვიზიარებს, როგორ მიაღწია წარმატებას. ვიცი მეგობრებო, რომ სასაცილოდ ჟღერს და ალბათ ადრეც ხსმენიათ, მაგრამ ამას გვერდს ვერ აუვლით. გამორთეთ ტელევიზორები და ჩართეთ მაგის ნადურები, გადაშალეთ წიგნები და შეუდექით მუშაობას. შეუდექით მუშაობას. ჯესი, ასე გადავწყვიტე, ჯობს შენი გენიალობა, რამდენიმე მათემატიკური ამოცანის ამოხსნით აქვე დავამტკიცოთ. რა? აი მაგალითად უთხარი ბავშვებს, როგორ უნდა გადაიყვანო კილოგრამები მილიგრამებში. ეს თუ უთხარი თვითონ როგორ გაისწავლიან? ვიცი რომ ეს შენთვის ჩვიდის საკვებივითაა, მაგრამ მაინც გაგვიზიარე შენი ტექნიკა. იცით, მართალი რომ გითხრათ, მე ყოველთვის კალკულატორს ვიყენებ. გაგიმართლა ჯესი, კალკულატორიც თან მაქვს. გაამრავლეთ 100-ზე, გაყავით მილიონზე. არ მახსოვს რაღაც ბევრი ნულები უნდა ქონდეს. აკრები, ფუნტები, დიუმები. ვაიმე. ბილეთები თუ შეიძლება. კოსმოსურ მხეცებში მაინც მოგიგებთ ყველას. ახალი გამარჯვებული მათემატიკაში პენი გრანტი. მაგარია! კარგი დრო გაატარე მონსტერლენდში ძვირფასო. არა, ეს ბილეთები გადავცეთ ობოლთა ფონდს ვილოცოთ სურვილების ასრულებისათვის.
ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. არა, ალბათ ხვალ უარესი იქნება. პოლის ხვალ თავისი კოვზების კოლექცია მოაქვს სკოლაში. წარმოგიდგენია, მთელი წელი კოვზების წელიწადი იქნება. სკოლის წინაშე ბრიყვით გამოვიყურებოდი. ერთი კია მასწავლებლის სახელმძღვანელო მაინც შემრჩა. აი მათემატიკის წიგნებიც შემდეგი საფეხურისთვის. აი მასწავლებლის სახელმძღვანელოც. ესეც ასე. Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids.